ხელოვნური ინტელექტი არის სუფთა ობიექტური ლოგიკა. ანუ აი ამ სოფხედველობრივი მიკერძოების გარეშე შესაძლებლობა მესამე მსაჯულის, რომელიც ითვალისწინებს ისევ ხელოვნური ინტელექტის სიღრმიდან გამომდინარე კულტურულ, ასე თქვა, თავის თავადობებს და კონკრეტულ რაღაცა გამოწვევებს და აქედან გამომდინარე ლოგიკურ დასკვნას და ლოგიკურ კონსტრუქციას გვთავაზობს ობიექტური პასუხის სახით. არის თუ არა შესაძლებლობა, რომ ხელოვნური ინტელექტი როგორც შესაძლებლობა უკვე დანერგილი და აფილირებული ინსტრუმენტის მართვით ორგანოებში. ანუ არბიტრის როლი რომ მივანიჭოთ? არბიტრის როლს ჩვენ უკვე ვხედავთ. ანუ როგორი რაღაცა ძალიან ბევრი ადამიანი უყვება თავის დღის მოვლენებს ხელოვნურ ინტელექტს. ხელოვნური ინტელექტი ძალიან ესეთი ახალი ნარკოტიკია. იქ ყოველთვის მართალი ხარ. ყველაზე ცუდ სიტუაციებში ის რაღაცნაირად ისე ფსიქოლოგის მომსახურებას გთავაზობს, რომ რაღაცნაირად ყოველთვის დადებით პასუხს. სირა მუშაობს ამაზე ბარბაკაძე ჩემი მეგობარი და ერთ ძალიან საინტერესო სტატუსი ჰქონდა. რა ვიცი, თუ მინდა მოიწვია ამ თემაზე, ანუ ბევრად ჩართული ამ ხელოვნური ინტელექტის შესწავლის და მართვის და გამოყენების საკითხში. მეგონი საინტერესო სტუმარი იქნება. და ცირამ დაწერა ის რაღაცა ერთ-ერთი სტატუსი ჰქონდა და არ მომეწონა, რომ ერთ-ერთი ისაო წერსო, რომ მე ხელოვნურმა ინტელექტმა, ჩემმა AI-მა ამ კითხვაზე ეს მიპასუხა და ეს სწორიაო, ანუ შენ გიპასუხა. ანუ ეს არ ნიშნავს, რომ ზუსტად იგივეს უპასუხებს სხვას. აბსოლუტურად სწორი. ანუ მე მიპასუხებს იმას, ის იმოსმენას მე მინდა. მე მინდა. ანუ ის ხო და ეს ხო გამოდის, რომ ეს პირიქით ჯერჯერობით მაინც ყოველ შემთხვევაში შესიმუშავებს. ის შესაძლებლობას ვხედავ, რასაც შენ ამბობ, რა, თუ მთელი კაცობრიობის ცოდნას ჩავტვირთავთ. მე ვარ ჯვენებულს, მე ვარ ცენებულს ასე შემდეგ. ჩვენ ხომ ამ გზის დასაწყისში ვართ. ეხლა 2019 წელს, როცა პირველად გახდა ChatGPT 2 თუ რაღაცა, მარტივ წინადადებს ლივს აგებდა და ინგლისურ ენაში უშვებდა შესწავლას. ეხლა ქართულად ChatGPT 4 ქართულად ნორმალურად გემსახურება. ჯერ ვერ მეტყველებს კარგად, მაგრამ ეს ხომ რაღაცა ალბათ 2-3 წლის ამბავია. და ეხლა თანხმ მისცემ ფუნქციას, რომ თვითონ ვისწავლოს და თვითონ გაასწოროს რაღაცები, უფრო მალე შეიძლება ქნას. კი ბატონო. ანუ შესაძლებლობა, რომ ხელოვნური ინტელექტი იყოს დანერგილი უკვე მართვით ორგანოებში, როგორც განამართვის ორგანოს განხორციელება, ანუ ავტონომიური მართვა, კონსულტანტი. ანუ მე ვარაუდობ, ანუ ობიექტურად, აი როგორც სოციოლოგი, მე ვხედავ ძალიან კონკრეტულ შესაძლებლობას, რომ აბსოლუტურად ყველა დარგში, მათ შორის მოსამართლესაც უნდა გქონდეს ხელოვნური ინტელექტთან სრული, ასე თქვა, თანაშემწე. რაღაც დივერსიფიკაციის პრობლემები გვექნება, იმიტომ რომ ეს ხელოვნური ინტელექტი ხომ მაინც არის რაღაცა ჯგუფის ხელშიც არის. ანუ რაღაცა სერვერი აქვს, სადაც ეს ინფორმაცია იკრიბება, რაღაცა ეხლა ვთქვათ სიტყვაზე, რომ უცებ ვიფიქრე, რომ იქნება და აკეთებენ კიდევაც მეთქი, ანუ ვთქვათ მაკრონი შეიძლება წერდეს ამას რაღაცას. ხო, მაგრამ თავის open AI-ის, მაგრამ ეს ხო სადღაც წავა და ეს ხო დივერსიფიკაცია, ანუ ეს ხო პრობლემა, ანუ იქ შეიძლება ვიღაცა მისარგებლოს ზუსტად იმით, რომ რა პასუხს მისწერს მაკრონს. იცოდეს, რომ ეს მაკრონია. ეგ შესაძლებელია. ეგეთი რაღაც, ანუ ახალი ტიპის გამოწვევები და ახალი უსაფრთხოების პრობლემები. ეს ახალი უსაფრთხოების პრობლემა. ეს იგივე კიბერ უსაფრთხოების პრობლემაც არის. ანუ ის ხო თავისით არ ფუნქციონირებს ჯერ. კი ბატონო, მაგრამ ვიღაცა წერს ხო ამ კოდს. ეს შესაძლებლობა, რომ დაუშვათ მოსამართლეა, რომელსაც უნდა გადაწყვეტოს ჩვენი დავა და ამ დავაში გადამწყვეტი სიტყვა, რა თქმა უნდა, აქვს ჰუმანურ ვერდიქტს, ადამიანურ ვერდიქტს, მაგრამ ადამიანური ვერდიქტის ერთგვარი მნიშვნელოვანი ასისტენტი არის აი ამ მტკიცებულებათა ფაქტორით მოცემული საბოლოო დასკვნა, რომელიც ბოლომდე არის მიწოდებული მისთვის. ყველა დეტალი და იმ დასკვნიდან გამომდინარე მოცემული, ასე თქვათ, თავისი, ასე თქვათ, რა ვიცი, ვერდიქტი, ხო? ანუ ამ მოცემულობით ჩვენ შეიძლება გქონდეს ზუსტად ესეთი ხელოვნური ინტელექტის ინსტალაცია საკანონმდებლო ორგანოში, მართვით მუნიციპალიტეტებში. ყველგან შესაძლებელია მისი როგორც ასისტენტის ფუნქციის დანერგვა. და ეს სუფთა ლოგიკაა.
სუფთა ლოგიკა, მისი დასკვნა სუფთა ლოგიკაა. თუ კი ჩვენ იდეალურ მისი დასკვნა აი ეს სუფთა ლოგიკა ხო შეიძლება ერთდროულად გულისხმობდეს ორ საწინააღმდეგო პასუხს. ჯერჯერობით ასეა. როგორც ასტროლოგის მომსახურება ისეა. ანუ ორ სხვადასხვა ასტროლოგთან რომ მიდიხარ. სამყაროს ბუნებაა ეგეთი. მაგრამ მაინც არის მასშიც რაღაცა ობიექტური მოცემულობა. ანუ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ გავაკეთოთ ექსპერიმენტი, ორი კითხვა მივცეთ დაახლოებით იგივე პრომპტის სახით. ტექსტი არ დაემთხოვა ერთმანეთს, მაგრამ პასუხი თუ კი პასუხი იქნება თითქმის ეხლა მაგაზე ერთ რაღაცას გამახსენდა და გეტყვი და მოდი ერთად ვიფიქროთ რა. ეს იყო ამოსტვერსკის ცდა, ამოსტვერსკი ძალიან მიყვარს. მოკლედ სტუდენტების ორ სხვადასხვა ჯგუფში სვამდნენ ერთი და იგივე კითხვას ორი სხვადასხვა ფორმულირებით. წარმოიდგინე რომ არის რაღაცა ლოკალური საზოგადოება ჩაკეტილი, რომელშიც არის 600 ადამიანი. ოღონდ ჩაკეტილი საზოგადოება ნიშნავს, რომ არანაირი კავშირი გარესამყაროსთან არ აქვს. და შენ ხარ ამ 600 კაციან საზოგადოებაში გადაწყვეტილების მიმღები პირი. და უცებ ამ საზოგადოებაში ვრცელდება რაღაცა დაავადება. და შენ გაქვს ორი გზა მოქმედებისთვის. A ვარიანტს თუ აირჩევ 63%-იანი შანსია რომ ყველა მოკვდეს. ხო. B ვარიანტს თუ აირჩევ 200 ადამიანი უეჭველად გადარჩება. ეს ფორმულირება. ერთ ჯგუფში. რა თქმა უნდა ყველა ირჩევდა 200 ადამიანი უეჭველად გადარჩება. შენ წყე იქისგან გაგიწია გულმა. ეხლა ნახე მე ეს კითხვა შემიძლია დავაფორმულირო ესე, ან მეორე ჯგუფში სხვა რაღაცას აკეთებდა. არის 600 კაციანი საზოგადოება ჩაკეტილი იგივე პირობები, შენ ხარ გადაწყვეტილების მიღები პირი, დაავადება გავრცელდა და გაქვს ორი მოქმედების ალგორითმი. პირველის თანახმად 400 ადამიანი უეჭველი მოკვდება. და მეორეს თუ აირჩევ 37%-იანი შანსია რომ ყველა გადარჩეს. აქ უკვე ირჩევდნენ 37%-იან შანსს რომ ყველა გადარჩეს. ან როგორ დავაფორმულირებ მე კითხვას რომელსაც ვსვამ. ეს იწევს ამ ფრეიმინგი ქვია, მასე კოგნიტური მიკერძოებებზე გამოგვიყვება ეს ლაპარაკი. ეს არის ფრეიმინგის კოგნიტური მიკერძოება. ანუ მე რა ფრეიმშიც გაწვდი შენ საკითხს. ხო? ის განსაზღვრავს შენი აზრების, ანუ ფსიქიკა, ჰუმანისტური ფსიქოლოგია, აი დევიდ ბუგენტალი წერდა მაგალითად ფსიქოლოგია, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მანიფესტის ბოლო ფრაზა არის ესეთი, რომ ფსიქიკა ყოველთვის ინტენციალურია, ყოველთვის აქვს ინტენცია, რაღაც intention, განზრახულობა, რაღაც განზრახვა, ხო? რაღაც მიმართულება და მე შემიძლია შენ გიკარნახო ეს განზრახვა და მიმართულება. ხო? და აი ამ ვარიანტებში თვითონ საკითხის დასმის ვარიანტებში იცვლება პასუხები. ანუ ერთი და იგივე რაღაცას ეკითხებოდა 73% იქ, 37% აქ. ოღონდ იქ ყველა მოკვდება. აქ ყველა გადარჩება. 37%-იანი შანსი რომ ყველა გადარჩეს ძალიან მაღალი შანსია. როცა შენ იცი რომ 400 ადამიანი უნდა გაწირო. მაგრამ 63%-იანი შანსი რომ ყველა მოკვდეს ძალიან მაღალი შანსია, როცა შენ იცი რომ შეიძლება აქედან 200 გადაარჩინო. და აქედან აი ესე როცა ორივე იცი მაინც ვერ იღებ გადაწყვეტილებას. ან თუ ინტენცია არ მოგეცი ამ სიტუაციაში გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ. არ ამგონია რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ეს მოახერხოს.